მოგესალმებით. ეხლა მინდა შევეხო დნმ ტესტების თემას. რა თქმა უნდა, მსოფლიოში არსებობს რამოდენიმე დნმ ბაზა. ერთ-ერთი ყველაზე პირველი დატესტილი ადამიანების რაოდენობით არის Ancestry. მეორე მსოფლიო ბაზა დატესტილი ადამიანის რაოდენობით არის Heritage და რა თქმა უნდა, ამათ შემდგომ მოდის Family Tree DNA, GEDmatch, Living DNA, რუსულები, გენოტეკი, ატლასი და ასე შემდეგ ძალიან ბევრი. ჩვენ ყველაზე ხელმისაწვდომი, რომელიც არის სახლის პირობებისთვის, ყველაზე ხელმისაწვდომი, რომელიც არის გამოსაწერად, ვსარგებლობთ Ancestry-ით, პირველი ბაზით და Heritage-ით, მსოფლიოს მეორე ბაზით. უპირატესობები რა აქვს ახლა ამ ტესტებს და დღევანდელი დღეს მდგომარეობით რა ხდება. რამოდენიმე წლის წინ, როდესაც დაიწყეს დატესტო ამ ტესტებით და დავიწყეთ ჩვენ, Ancestry იტვირთებოდა მისი პასუხები ძალიან ბევრ ბაზაში, 7 ბაზაში თუ მეტში. მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, რაც დრო გავიდა, Ancestry-ის გადატვირთვა შეაჩერა Heritage-მა, შემდეგ შეაჩერა Family Tree-მ. ასე რომ, დღევანდელი დღეს მდგომარეობით Ancestry-ც იგივე ბაზებში იტვირთება, სადაც იტვირთება Heritage-ი. უპირატესობა რა აქვს Heritage-ს Ancestry-სთან მიმართებაში? ის რომ იოლად არის დასამუშავებელი მისი პასუხები. თუკი Ancestry-ის ლაბორატორია გთხოვს ჩვენ ნერწყვის აღებას და გაგზავნას, დამუშავებაზე სჭირდება მაქსიმუმ 1 თვე, თვე-ნახევარი, ინდივიდუალურია ყველასი. აქ არის გაფუჭების ალბათობა, ანუ დახარვეზების ლაბორატორიაში შეუძლია მოგწეროს, რომ ჩვენი დნმ არ არის საკმარისი, დახარვეზდა და გვიგზავნიან ახალ სინჯარას. Heritage-ის ლაბორატორიაში მსგავსი შემთხვევა არ არსებობს. Heritage გვთავაზობს სინჯარას, სადაც არის ნერწყვი ასაღები სპეციალური ჩხირით, ვაგზავნით და თუკი მოხდა შემთხვევა, რომ ვერ ხდება ჩვენი დნმ-ის დადგენა, ისინი გვწერენ პირად კაბინეტში, რომ ვერ მოხდა დადგენა, პასუხების დადების დრო გადაიდო გარკვეული ვადით. არ გვჭირდება იქ ახალი სინჯარის გამოწერა, არ გვჭირდება თავიდან გაგზავნა და დროის დაკარგვა. Ancestry ეთნიკურ წარმომავლობაზე გვთავაზობს ინფორმაციას, თუ რა ქვეყნებიდან მოდის ჩვენი გენეტიკური სანათესაო და რუკაზე გვიჩვენებს იმ ქვეყნებს. Heritage გვიწერს პროცენტობას, ზუსტად, რამდენი პროცენტით ვართ ქართველი, სომეხი, ქურთი, ბერძენი, ალბანელი, იტალიელი და ასე შემდეგ. დღევანდელი დღის მდგომარეობით მოკლედ უპირატესობას მე პირადად უფრო ვანიჭებ Heritage-ს. ეხლა ყველაზე მთავარი შეკითხვა, რომელსაც ყველა მეკითხება პირადში. თუკი მოხდა ისე, რომ ერთმანეთში ეს ტესტები რადგანაც არ იტვირთება, ამათი პასუხები, თუკი მოხდა ისე, რომ მე დავიტესტე Heritage-ით და ჩემი ახლო ნათესავი, ოჯახი მაგალითად რომ ვეძებ ბიოლოგიურ ოჯახს, არის დატესტილი Ancestry-ის ტესტით. როგორ მოხდება ჩვენი თანხმედრა, ჩვენი პასუხების გაერთიანება და შედეგის დადარება, თუ ვინ ვართ ჩვენ ერთმანეთის. ვიდეოს ბოლოში დავდებ სკრინშოტებს და გეტყვით იმას, რომ არაფერი სანერვიულო ამაში არ არის. მე ვარ დატესტილი Ancestry-ის ტესტით და ჩემი მაგალითად ბიძა არის დატესტილი Heritage-ის ტესტით. არსებობს გადატვირთვები. სწორედ ამიტომ ყველას მოგიწოდეთ, რომ გადაიტვირთოთ პირველ რიგში GEDmatch-ზე და შემდეგ თუკი იქ აღმოჩნდება, რომ თქვენ გყავთ ადამიანი, რომელიც არის დატესტილი რუსეთის ტესტით, Family-ის ტესტით, სხვა ტესტით, არა იმითი, რომელიცაც ხართ დატესტილი თქვენ. თქვენი პასუხები შეგვიძლია გადავიტანოთ მესამე ბრიტანულ ბაზაში, სახელად Living DNA, რომლის ვიდეოც დიდი ხნის წინ ჩავწერე და რამოდენიმე თვის წინ მაქვს განთავსებული ჯგუფში.
ჩვეულებრივად შეგვიძლია გადავიტანოთ პასუხები და living data-ს heritage-ის ანალოგიურად აქვს ცხრილი, სადაც ეს ჩვენი სავარაუდო ნათესაური კავშირები ყველანაირი, ორნაირი იქნება თუ სამნაირი, გვიჩანს, გვიწერს და ცხრილის სახით გვაჩვენებს, ვინ არის ეს ადამიანი ჩვენი. მაგალითად, დავიტესტე ancestry-ით, ჩემი ბიძა დაიტესტა heritage-ით, გადავიტანე GEDmatch-ზე, დადასტურდა, რომ ეს არის ჩემი ბიძა. მაგრამ GEDmatch-ზე უბრალოდ გვიჩვენებს მაღალ პროცენტობას და იმ ტესტს, თუ რა ტესტით არის ის დატესტილი. გადავიტანეთ living data-ზე და ცხრილში სამივე სავარაუდო ნათესაური კავშირების მონახაზები და აი ესე ვთქვათ, დასტური ყველაფერი ჩანს. ნუ გაჩნია ხა თუ ადამიანმა მოინდომა და დაჟინებულად ითხოვს, რომ გინდა თუ არა, მე რა ტესტითაც ვარ დატესტილი. იმ ტესტით უნდა იყოს ჩვენი დასტურიო, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, უარს არ ვეუბნებით და ვიტესტებით მისთვის სასურველი ტესტით. თუ საშუალება არ გექნებათ, მოგმართეთ, დაგეხმარებით, ოღონდაც ვინმე იპოვოს საძიებო ადამიანი და კიდევ ერთი გახარებული ოჯახი გყავდეს.